მოგესალმებით აპოლინოს სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი შემოგთავაზოთ და მოვამზადებ ზარმაცების ტოლმას. კლასიკური ტოლმისგან ზარმაცების ტოლმა განსხვავდება იმით, რომ კლასიკურ ტოლმას ვახურთ მოწალულ კომბოსტოში, ხოლო ამ შემთხვევაში კი კომბოსტო ჩავაჭერეთ შეგნით ფარში. მე მინახე აგრეთვე ისიც სუფრებზე, როდესაც ტოლმას მოხთ სუფრაზე, ძალიან ბევრი ადამიანი კომბოსტოს შეგთავს მიირთმევს, მაგალითად გუფთას, ხოლო კომბოსტოს კი დებს გვერდზე. ყოველდღიურად შემოსაზრდად არის ძალიან მარტივად მომზადებელი და შეგიძლიათ ძალიან სწრაფად მარტივად მომზადოთ. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და ვნახოთ რა გვჭირდება ტოლმის მოსამზადებლად. შევდგეთ მომზადებას და ამისათვის გვჭირდება დაახლოებით 500 გრამი შერეული ფარში. Ჭირდება აგრეთვე 2-3 თავი ხახვი, 1 ცალი კვერცხი, 300 გრამი კომბოსტო, დაახლოებით 100 გრამი ბრინჯი, რომელიც შემდეგ უნდა მოუხარშოთ. ასევე გვჭირდება დაახლოებით 9 ჩაის კოვზი, 9 წიწაკა, 1 ჩაის კოვზი ქონდარი, რამოდენიმე კბილი ნიორი, ქინძი და უხრახუში თქვენი გემოვნებით რაოდენობა, 2-3 ცალი სტაფილო, ტომატის პასტა, ან ტომატის წვენი თქვენი გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი შაქარი. Როგორც უკვე მოგეხსენება ტოლმას ამ ვარიანტში, გუფთებს არ ვახურთ კომბოსტოს ფოთლებში, არამედ კომბოსტოს ჭრით. ახლა მე მჭირდება დაახლოებით 9 თავი კომბოსტო, რომელსაც დავჭრით ძალიან წვრილად. ცხელი კომბოსტო დავჭრით ძალიან წვრილად. კომბოსტოს მოვათავსებთ დიდ თაში. ვუმატებთ მარილს, თქვენი გემოვნებით და ვუმატებთ ცხელ წყალს. გავაჭეროთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ხახვი და მწვანილები შეგიძლიათ გაატაროთ ხორცაკეთ მანქანაში. მე კი ამას დავაბლენდერებ და მაგ ამ შემთხვევაში ქინძი და უხრახუში. ხავს გავჭრი. ასევე მწვანილს. ახლა მე მოვათავსებ ჩემ ჩოპერში. დავუმატებ ნიორსაც და დავაბლენდერებ. ფარშს დავუმატებ ახლა მე გატარებულ ხავს. Просто დაბლენდერებულ ხავს. დავაბლენდეროთ ასევე მწვანილი, რომელიც შეგიძლიათ მანქანაშიც გაატაროთ. საკეპ მანქანაში. დავუმატებ ასევე მწვანილს. კომბოსტოს გადავუწუროთ წყალი. ჩემთან არის ცოტა დიდი კომბოსტო. უბრალოდ არ დავჭერე ძალიან წვრილად, რაც არ არის კარგი. ეხლა შევეცდები რომ ისე არ მანქანაში გავატარო. ჩემთან კომბოსტო არ იყო წვრილად დაჭრილი, ამიტომ მე გადავიტანე ისევ ესე ჩოპერში და ოდნავ, ძალიან ბევრს არა, კიდევ ოდნავ დავაბლენდერებ. ძალიან არ უნდა. ისე რომ არ იყოს მსხვილი. ეს უკვე საკმარისია. ვუმატოთ ფარშს. თან არის აუცილებელი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. მე მხოლოდ ამ ხელა კომბოსტო არ მინდა რომ იყოს ჩემს კერძში. დიდხანს არ დავაბლენდეროთ რაღაც რამოდენიმე წამი. უნდა იყოს ისე რომ არ იყოს ძალიან მსხვილი კომბოსტო. ვუმატებთ ასევე ბრინჯს. თქვენი გემოვნებით დავუმატეთ ბრინჯი. და ვუმატებთ უკვე მოხარშულ ბრინჯს, ნახევრად მოხარშულ ბრინჯს. რა თქმა უნდა კლასიკურ რეცეპტში არ უმატებთ მოხარშულ ბრინჯს, არამედ ემატება მხოლოდ მოუხარშავი. მაგრამ რა კი ჩვენ შემთხვევაში მოხარშვის და მომზადების პროცესი დრო არის უფრო შემცირებული, ამიტომ უმჯობესია თუ გამოიყენებთ მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, ან საერთოდ ამოიღებთ რეცეპტიდან უბრალოდ ნახევრად მოხარშულ ბრინჯს. შემდეგ უმატებთ ქონდარს, ემატება ასევე რეჰანი. თუ გაქვთ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მე არ მქონდა სამწუხაროდ,
უმატებთ 9 წიწაკას. შემდეგ უმატებთ 1-3 კვერცხს. ჩავ პირპილს. როდესაც დავუმატეთ ყველაფერი, უნდა აურიოთ ხელით, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში გადანაწილდეს კარგად. უნდა ვზილოთ საკმაოდ დიდ ხანს, ასევე გასინჯეთ, როგორ აქვს მარილი, შავი პირპილი, თუ გნებავთ თქვენი სუნელების დავუმატეთ და ისე შეაძავეთ შემდეგ. თუ გამოვიდა მშრალი თქვენი ფარში, დავუმატეთ 1 ცალი კვერცხი კიდევ. როდესაც ფარში უკვე მზად იქნება, გადავსხათ გვერდზე და მომზადოთ соуსი. соусისთვის დავჭრათ ჩვენ ახლა ხახვი. დავჭრათ წვრილად. დაფილო. соусისთვის უნდა მოვთუშოთ ახლა ჩვენ ხახვი. აფაში რომ მოვათავსებთ ზეთს. დავუმატოთ ხახვი. ძალიან არ უნდა მოვშუშოთ. დავუმატებთ უკვე სტაფილოს. და მოვთუშავთ. არ სტაფილოს თუშავთ იქანს, არამედ როგორც კი ცოტა დარბილდება, უმატებთ შემდეგ უკვე დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ უკვე უმატებთ ტომატს. თუ გაქვთ ტომატის პასტა, არის ასევე ძალიან კარგი. ეს პომიდორის წვენი. დავუმატებთ შემდეგ მიორს. დავუმატებთ 1/2 ჩაის კოვზდან 1 ჩაის კოვზამდე შაქარს, იმისათვის რომ ტომატის პასტა არის მჟავე. დავუმატებთ შავ პირპილს. მატებ დაახლოებით 1 ჭიქიდან 2 ჭიქამდე წყალს. დავუმატოთ მარილიც გემოვნებით და შეაძავეთ ასე ვთქვათ თქვენი соуსი. მინდა აღნიშნო, რომ შეგიძლიათ დავუმატოთ ასევე არაჟანი ან ქვილი იმისათვის რომ ოდნავ соуსი გასქერდეს. მე კი წამოვადუღებ დაახლოებით 4-5 წუთი. და შემდეგ უკვე გადავიტანი ფორმაში. ჩემი соуსი უკვე მზად არის. მე დავუმატე კიდევ 2 სუფრის kovsi არაჟანი. ახლა კი გადავიტანი. ჩემს გამოსაცხო ფორმაზე. ეს არის საკმაოდ დიდი ფორმა. და დავისოლოთ ხელები. და ჩვენს მომზადებულ ფარს მივცეთ ფორმა. და მივცემ ესეთ ოვალურ ფორმას. ფორმაში და მე ვეჭვობ, რომ ჩემი ფორმა არის საკმაოდ დიდი და ნახოთ როგორ იქნება ბოლოს, თუ არა და გამოვცვლო შემდეგ ფორმას. არ დაალოგოთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს. დავალაგე უკვე ფორმაზე და როგორც უკვე ხედავთ, ფორმა არ შეისო ბოლომდე, მაგრამ არაუშავს დავტოვებ ამ ფორმაშივე. ახლა კი მოვათავსებ ხოლმე 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვდგავთ და დავამთავრებთ შემდეგ გამოწყობას. გამოვდგე ღუმელიდან, იყო დაახლოებით 20-25 წუთი ღუმელში. ახლა კი ზემოდან გადავიტანთ უკვე მომზადებულ соусს. მაინც გადავწყვიტე, რომ ფორმა შევცვალო, რადგან არის საკმაოდ დიდი და ამიტომ მომზადებ შედარებით პატარა ფორმაში.
თავსოთ თითოეულ გუფთაზე ჩვენი სტაფილოს სოუსი, რომელიც უკვე მოვამზადეთ. შემდეგ მთლიანად მოვაცხავს ზემოდან უკვე წვენს. სოუსი უნდა გქონდეს იმდენი, რომ გუფთა ბოლომდე დაიფაროს. ახლა უნდა შევაბრუნოთ ისე ჩვენი ფარში ღუმელში. უნდა დავუწიოთ ხუმელს დაახლოებით 170 გრადუსზე და მოვათავსოთ დაახლოებით 30 წუთი ისევ. ნუ იქამდე სანამ ბოლომდე არ იქნება მზად. ტოლმა უკვე მზად არის წარმატების ტოლმა. ახლა კი შეგვიძლია გავსინჯოთ. რა თქმა უნდა ეს არ არის კლასიკური ტოლმა. და კლასიკური ტოლმის მზადება სხვა მეთოდით ეს ყველამ ჩვენ კარგად ვიცით. როგორც ეს არის ერთ-ერთი იდეა თუ რა შეიძლება კიდე გავუძოთ ვისაც არ უყვარს მაგალითად კომბოსტო გარედან. ახლა კი ამოვიღოთ თეფშზე. აქვს საოცარი სუნელი, საოცარი შემიძლია გითხრათ. ძალიან გემრიელი. ნახოთ როგორი გემო აქვს. არის ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი. შეიძლება ცოტა მეტი კომპოსტოს დამატებაც. ქონდარი უხდება, მაგრამ მე მომივიდა ძალიან ბევრი ქონდარი. და ძალიან დომინირებს. გიზიაროთ, რომ გითხრათ, რომ ერთ-ერთზე ზუსტად ერთნაირი გემო აქვს, არის ნამდვილად არ იქნება მართალი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გვაქვს გარედან კომპოსტო. მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან არის კომპოსტო, მაინც ოდნავ განსხვავებული გემო აქვს. მაგრამ ვეტყვით, რომ არის ძალიან გემრიელი, შეგიძლიათ მომზადოთ, მიერთვათ. და რაც მთავარი არ გჭირდებათ ამისათვის ბევრი დრო. ვისაც არ გიყვართ პლაშიანი კლასიკური ტოლმა, შეგიძლიათ მოამზადოთ. სულ ეს არის დღევანდელი რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში.